არა, ისა ითხოვოთ სახელითა ჩემითა, იგი ვყო. ანუ აღვასრულო. რათა იდიდოს მამაი ძისა თანა და უკვე თუ რაოდენი ითხოვოთ სახელითა ჩემითა მე ვყო. გაგზნობინებთ კიდევ ერთხელ მე და მამა ერთნი ვართ, ყოვლის შემძლეა ქრისტე როგორც სამყარო შემოქმედი ღმერთი მამასთან და სულიწმიდასთან ერთად და ამ დროს ჩვენი შვილებრივი სტატუსის და შესაბამისი ძალაუფლების წარმოჩენას ცდილობს. გახსოვთ იონე მოციქული როგორ ამბობს რომ იონეს სახარებაში დასაწყისში რომ ჩვენ მან მოგცა ხელმწიფება ვიყოთ ღმერთის შვილები. თიშვილობა არის ხელმწიფება, ანუ ძალაუფლება. და რა ძალაუფლებაა ეს? ნახეთ, რასაც ეტყვით ქრისტეს ის გისრულებს. მაგრამ აქ ადამიანებს ეშლებათ. რა სტატუსით თხოვ? რა სტატუსით თხოვ? როგორც შვილი, ეს რას ნიშნავს? ეს ნიშნავს იმას, რომ შენ და ქრისტე ერთნაირად აზროვნებთ. ეს ნიშნავს იმას, რომ შენი ნება თანხვედრაშია ღვთისნებასთან. და ეს ნიშნავს იმას, რომ რაც ღვთის ნების საწინააღმდეგოა, ის არათუ არ თხოვ, გული გერევა მასზე. ამიტომ შენი სათხოვარი და ღვთის ნება თანხვედრაშია ერთმანეთთან. ეგ ერთი და მეორე ის კავშირი პიროვნული, ეს არ არის მარტო მენტალური მიხვედრილობა, ეს მისტიკური თანხვედრა არის, შესაბამისად ჩვენ ლოცვას მე უდიდესი ძალა ენიჭება.